საზოგადოდ დისციპლინა ბრენდინგი საკმაოდ დიდი მიმართულებაა. და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ვითარდება ეს ყველაფერი. თავიდან იყო ბრენდინგი და მორჩა, მაგრამ ეხა ნელ-ნელა საჭიროებამ მოიტანა ის, რომ ბრენდინგი, ასე ვთქვათ, იყოფა სხვადასხვა მიმართულებებად და მინდა გაგიზიაროთ, რა მიმართულებები არსებობს ბრენდინგში. არის პროდუქტის ბრენდინგი, როდესაც თქვენ პროდუქტებზე, ანუ პროდუქტისგან ბრენდის შექმნაზე მუშაობს. ცალკე მიმართულება არის მომსახურების ბრენდინგი, რომელიც ძალიან საინტერესო მიმართულებაა, იმიტომ რომ ეს თავიდან ბოლომდე არის უპირველეს ყოვლისა ადამიანებზე ფიქრი, იმ ადამიანებზე, რომლებიც აღასრულებენ მომსახურებას, ანუ ეგრეთ წოდებული პროვაიდერები, ხო, სერვისის განმახორციელებლები, მომწოდებლები და არსებობს სერვისის ბრენდინგის სამკუთხედი, რომელიც ფიქრობს ამაზე კომპანია, სერვისის განმახორციელებელი და მომხმარებელი და ძალიან საინტერესო მიმართულებაა და ამის დეტალებს შემდეგ ვიდეოებში დავუბრუნდები. არსებობს ადგილის ბრენდინგი, ქვეყნის ბრენდინგი ან ქალაქის ბრენდინგი, სხვადასხვა დანიშნულებით, სხვადასხვა სიტყვებს იყენებენ და ხმარობენ, ანუ destination branding-ი, ინგლისურად რო ვთქვათ, ყველაზე ასე ვთქვათ, პოპულარული ტერმინია, ზოგი ხმარობს nation branding, მაგრამ მე რა ვიცი, ერის ბრენდინგის ცოტა ნაკლებად ჯერა, იმიტომ რომ ჯერაზეც სუბთად ერები თითო ქვეყანაში დარჩენილი რამდენად არის, ეს კიდე მეორე საკითხია. Destination branding-ი, მოკლედ რო ვთქვათ, ანუ ადგილის ან ღირსშესანიშნაობის ან ქალაქის ბრენდინგი, ეს არის ის მიმართულება, რომელიც ზრუნავს, რომ ის კონკრეტული ადგილი გახადოს მიმზიდველი, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ტურისტებისთვის მიმზიდველი თემა, ანუ destination branding-ი არ მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ ტურისტი მოვიზიდოთ. არამედ მუშაობს იმაზე, რომ მოვიზიდოთ ინვესტორი, სტუდენტი, ტალანტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნის ბრენდინგზე თუ ვილაპარაკებთ, ეს არის რომ ქვეყანა მიცოდეს, როგორ ბრენდს აშენებს და ამისთვის რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით და ძალიან კომპლექსური რთული თემაა. ამას ერთი პატრონი აი ამ პროექტს ვერ ეყოლება, ეს არის ასე ვთქვათ საყოველთაო პროექტი, რომელსაც შეიძლება მართავდეს უბრალოდ ერთი ინსტიტუცია ან ერთი ჯგუფი, მაგრამ ჩართული უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ როგორც ყველა სხვა ბრენდინგის მიმართულებებში და სხვა ბრენდებთან დაკავშირებით, აქაც ბრენდინგის შიგნიდან გარეთ ხორციელდება, შიგნიდან გარეთ არის საფიქრალი და ქვეყნის ბრენდინგი, ადგილის ბრენდინგი პირველ რიგში მოიაზრებს იმას, რომ ადგილობრივებზე ვიფიქროთ, ჯერ რომ მათ შექმნან ის გარემო, ის აურა ქვეყანაში თუ ქალაქში, რომელსაც მერე უნდა გაეცნოს და ეზიაროს ასე ვთქვათ, შემოსული ადამიანი უკვე სხვა ქვეყნიდან, ხო? იქნება ეს ინვესტორი, სტუდენტი, ტალანტი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგი მიმართულება ბრენდინგის, ეს არის პერსონალური ბრენდინგი, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანი როგორ გავხადოთ ბრენდი, აქაც არის მცდარი მოსაზრებები ხოლმე, ეს მარტო პროფესიულ ნაწილს გულისხმობს, ასე გონიათ ადამიანებს, მაგრამ არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიულ ნაწილს, ეს არის პიროვნული ნაწილიც აუცილებლად, იმიტომ რომ მხოლოდ პროფესიული ნაწილი რაც არ უნდა მაგარი იყო, თუ პიროვნულ მხარეს არის პრობლემები, ეს ვერ იმუშავებს და ადრე თუ გვიან ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, პრობლემების წინაშე დადგება. ამიტომ პერსონალური ბრენდინგი ეს არის ადამიანის როგორც ასეთის, მისი პროფესია ყველაფრიანად ფიქრი, ასე ვთქვათ, მისი ბრენდად გადაქცევაზე. და ამ ბოლო დროს გამოჩნდა კიდევ ერთი მიმართულება, ეძახიან platform branding-ს, ანუ platform ბრენდები, არის ბრენდები, რომლებიც დაბადებული და გაზრდილი არის ინტერნეტ სივრცეში, ხო? აი რა ვიცი, Amazon-ი, Alibaba, Facebook-ი, Instagram-ი და ასე შემდეგ, დრომ ანახა, გამოცდილებამ ანახა, რომ მათაც აქვთ რაღაც სპეციფიკა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ბრენდინგის პროცესში. ასე რომ მიმართულებები საკმაოდ ბევრია, პრინციპები, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა, თუმცა არის პატარ-პატარა სხვაობები. პროდუქტ ბრენდინგის, სერვის ბრენდინგის, ანუ მომსახურების ბრენდინგის, პერსონალური ბრენდინგის, ადგილის ბრენდინგის და პლატფორმ ბრენდინგის. აი ეს ხუთი ძირითადი მიმართულებაა, ხანდახან ამატებენ
მეექვსე მიმართულებასაც გამოყოფენ ცალკე და ზოგჯერ ეს უპრიანია ნამდვილად, ეს არის ფუფუნების საგნების ბრენდინგი, ეგრეთ წოდებული luxury ბრენდინგი, სადაც პრინციპები ძალიან ღრმად თუ ჩავიხედავთ იგივეა, მაგრამ გარედან ჩანს, რომ პირიქით ყველაფერი ხდება საწინააღმდეგოდ. ანუ თუ სხვა შემთხვევებში მომხმარებლებს და ადამიანებს ვეფერებით, აქ ცოტა ხელს ვკრავთ, წერთ, რომ გავხდეთ უფრო მეტად სასურველები და მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულება ბრენდინგში და საერთოდ საქმის კეთება ეფუძნება ფსიქოლოგიას და თუ ღრმად ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ეს ძირითადი პრინციპების და განსხვავებების ბრენდინგის მიმართულებებს შორის არის სუფთა ფსიქოლოგიური ელემენტები, პროცესები, რომელსაც კარგი მმართველები კარგად მართავენ.